ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ დღევანდელი განცხადება, რაც ირაკლი კობახიძემ დილით Facebook-ზე გამოაქვეყნა, არ არის შემთხვევითი, არც შემთხვევითია მისი შინაარსი და რა დროც აარჩია მან ამ წერილის გამოსაქვეყნებლად აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, ის ისევ ავრცელებს ანტიდასავლურ, ანტიქართულ ნარატივებს და ეხმარება რუსეთს მისი ინტერესების გატარებაში, ამბობენ ოპოზიციურ პარტიებში და ასევე სვამენ კითხვას, როდის რა დამოკიდებულება აქვს ქართულ ოცნებას წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებით, როცა ერთის მხრივ ამბობს, რომ მან დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ ომი და მეორეს მხრივ ასევე ამბობს, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ არ მოქმედებდა და რუსეთის ინტერესებს ატარებდა 2008 წლის შემდგომაც საქართველოში. გარდა ამისა, ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუკი მართლაც აწუხებს ქართულ ოცნებას ოკუპაცია და მართლაც იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ ქართული ეროვნული ინტერესების შესაბამისად, მაშინ მას უნდა ჰქონდეს მკაფიო პოზიცია ოკუპაციაზე, დეოკუპაციაზე და მათ შორის იმ რეზოლუციებზე, რომლის ინიციატივაც ამ დრომდე ბევრჯერ ჰქონდა, მაგალითად გიორგი გახარიას პარტიას პარლამენტში, თუმცა არც ერთი ამ რეზოლუციისთვის ქართულ ოცნებას მხარი არ დაუჭერია. უცნაური ტექსტია, ძალიან უდრო ვერ ხვდები საერთოდ რაზე არის ეს ტექსტი. არ მგონია რომ ეს შემთხვევითი ტექსტი იყოს და რაიმე გაგრძელება ამას არ ქონდეს. აბსოლუტური ბოდვა არის ყველაფერი, თარიღები არეული, ცნებები ერთმანეთში გადაზელილი და ქართული ოცნების მხრიდან ნაციონალური მოძრაობის და კიდე ნებისმიერი იმ ადამიანის, ვინც მაშინ ხელისუფლებაში იყო და დღემდე რუსეთს ებრძვის როგორც ამ ქვეყნის მთავარ და ერთადერთ მტერს, პირიქით ქოცების მხრიდან, ვინც გაწოლილია რუსეთს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ქვეყანა რუსეთის ნაწილი გახდეს, ეს ახლა სასაცილოდ გამოიყურება ერთი შეხედვით. შეუძლებელია ოკუპირებულ საქართველოში რუსოფობიაზე წუწუნი რამდენიმე დღით ადრე 7 აგვისტომდე იყოს შემთხვევითი, ეს არის გამიზნული კიდევ ერთი მენტალური სპეცოპერაცია, პროპაგანდისტული სპეცოპერაცია, რომელსაც ქართულ ხალხს უწყობენ, თუმცა უნდა შეეგუონ, რომ ქართულ ხალხში ანტისაკუთრებულ განწყობილებებს ვერ აჭრუნდებენ და ვერ ანგრევენ. მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, ვინ როდის გახდა რუსოფობი, შემიძლია თქვა, რომ ლელო ძლიერი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს და ამ გუნდს ყოველთვის ჰქონდა ძალიან თანმიმდევრული პოზიცია რუსეთის ფაშისტურ ფედერაციასთან დაკავშირებით, თუმცა შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ირაკლი კობახიძე მაშინაც და ახლაც იყო და არის რუსოფილი და ის არის სამარცხვინო პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში შევა როგორც რუსეთის საგარეო დაზვერვის სპეცოპერაციის გამტარი პოლიტიკოსი, ქართველების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკოსი და ქართული სახელმწიფოს ეროვნული სუვერენული ინტერესებისთვის რუსეთის დავალებით ძირის გამომთხრელი პოლიტიკოსი. აი ეს დანამდვილებით შემიძლია თქვა ნამდვილად. თუ დღეს ირაკლი კობახიძეს და ოცნებას სურს დაადასტუროს და დაუმტკიცოს ქართულ ხალხს, რომ ეს ნამდვილად არის პატრიოტი ხელისუფლება და არა მისი გამოგონილი რაღაც მითებით, ამიტომ პირველ რიგში ხმა უნდა ამოიღოს ამ ალექსის წინააღმდეგ, რასაც ქართული ოცნება არ აკეთებს. პოლიტიკოსები ასე ირაკლი კობახიძის დღევანდელ საკმაოდ ვრცელ პოსტს ეხმაურებიან. პრემიერ-მინისტრმა დღეს დილით Facebook-ზე დაწერა, რომ რუსულ განწყობებს საქართველოში ხელოვნურად აღვივებენ დასავლეთი და ოპოზიცია და განსაკუთრებით ეს ხდება 2022 წლის შემდეგ და ამტკიცებს, რომ თითქოს 2022 წლამდე ასეთი ნეგატიური განწყობები რუსეთის წინააღმდეგ საქართველოში ქართულ საზოგადოებას არ ჰქონია, იყენებს იმ ტერმინებს, რომელსაც რუსეთი იყენებს საქართველოსთან დაკავშირებით, რომ თითქოს რუსოფობია არის საქართველოში და ქართულ საზოგადოებაში ამას აქვს ხელოვნური საფუძველი. ეს რუსუდან დუმბაძე იყო, მადლობა.